სარფიდან გზას გავუყევით მონატრებულ ქართველებთან შესახვედრად დიდი სტამბოლისაკენ. წინ ლამაზი და საინტერესო დღეები გველოდება. ჯერ კიდევ ქართული მიწა, ცა და მთებია ირგვლივ, ზიანი და სითბოთი სავსე. გზადაგზა შევჩერდებით ხოლმე. გავცდით თუ არა ქართულ ისტორიულ მიწას ამინდიც მოიკუბრა. მორიგი შეჩერებაა. დილის 5 საათია. საშინლად ცივა. თავი ამ კაფეს შევაფარეთ. ჩვენთან ეს ერთი პატარა საყვარელი მტრედიცაა და ნამცეცებს მიერთმევს. მომდევნო შეჩერებაა და გაავდა ამინდი. შეგახსენებთ, რომ შუა აპრილია და თურქეთის ამ ნაწილში თოვს. მოკლედ შემოგვიფასო მეგობრებო, შევჩერდით დილა არის და ნახე როგორ თოვს, ნახეთ თოვს ძალიან ცივა. სტამბოლამდე დარჩა 320 კილომეტრი. დილის 7 საათია. იყინებით. მოკლედ შემოგვიფასო მეგობრებო, რა კი გადავწყვეტე რა ჩვენი მგზავრობის ეტიუდები შემოგთავაზოთ. გეტყვით რომ უკვე ავტობუსი გემზე ვართ და ახლა დაგათვალიერებინებთ სანაპიროს. სტამბოლში გემით შევდივართ. ავტობუსიდან ჩამოვედით და გემბანზე გავიარ გამოვიარეთ. აი უკვე გავედით. და მემშვიდობებით სანაპიროს. წვიმიან ხრუბლიანი ბოსფორი გადავიღე. საოცრად მიყვარს ბოსფორის სანაპირო. ნახეთ როგორ მოვცილდით სანაპიროს. თოლიების ზღვაზე. ძალიან მიყვარს ბოსფორის სრუტეზე გემით სეირნობა, ასე რომ ვთქვათ. जवानी छुपाओगी रानी, अरे कब तक जवानी छुपाओगी रानी, कमारों को कितना सताओगी रानी, कभी तो किसी की दुल्हनिया बनोगी, मुझसे शादी करोगी, मुझसे शादी करोगी, मुझसे शादी करोगी, मुझसे शादी करोगी, और कब तक मोკლედ მეგობრებო, წამოვედით მზიანი საქართველოდან,
მოვიარეთ ქართული მიწა-წყალი, სადაც უნდა იყო მხოლოდ და შემოვედით შემდეგ გოვლიან ბუქეთში და ახლა სტამბოლში ვარ. როგორც გითხარით, ბოსფორის სრუტეზე გემით გადავდივართ და ძალიან წვიმიანი ამინდია. ისეთი წვიმიანი ამინდია და ისეთ ცივა, რომ კაიუტიდან ვიდებ ამ ვიდეოს და ვუახლოვდებით უკვე აი ნახეთ სანაპიროს, სადაც მოჩანს აია სოფია და სულთან აჰმედის მეჩეთი. აი მეგობრებო, ვუახლოვდებით სანაპიროს და სულთან აჰმედის მოედანზე გადავინაცვლებთ შემდეგ რა თქმა უნდა ბოსფორიდან ხმელეთზე. ნახეთ რა სილამაზეა. აი უკვე ავტობუსში ვართ. გემიდან ავტობუსით ხმელეთზე უნდა გადავიდეთ. დღეს საინტერესო საღამო გველოდება. შეხვედრა თურქეთელ ქართველებთან. ჩვენს მონატრებულ მეგობრებთან.